მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. მოგეხსენებათ, რომ ამ ციკლში ჩვენ განვიხილავთ ბიბლიურ ამბებს, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან გამოკვეთილ მონაკვეთებს, რომელიც გვასწავლის საღვთო გზაზე მიყოლას და ადამიანის მიერ გაკეთებულ არჩევანს. სტუმრად ყავს გიორგი გვასალია, თეოლოგი. მადლობა გიორგი ბრძანებისათვის, მოგესალმებით. მოგესალმებით. მაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენ დავით მეფეზე ვსაუბრობდით წინა გადაცემაში და დავითი როგორც განსაკუთრებული ფიგურა, განსაკუთრებული მონუმენტურია ესეთი პიროვნება ბიბლიაში, ბევრი გვაქვს მასზე სასაუბრო. დავითმა გააერთიანა ისრაელი, გამეფდა ისრაელზე, შექმნა ქალაქი იერუსალიმი და გაათავისუფლა და დღეს ვისაუბროთ გიორგი დავითმა კიდობანი შეაბრძანა, თუმცა ამას უძღოდა ძალიან საინტერესო პროცესები. მაშ ასე დავითი კიდობანს შეაბრძანებს თავის ქალაქში. როგორ მოხდა ეს? ხო, დავით მეფსალმუნე, როდესაც გამეფდა მთელ ისრაელზე, ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამაზე, მან მიიღო პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ იუდას დედაქალაქი ქებრონი კი არ იყოს პირველი ქალაქი სამეფოში, არამედ რაღაცა ისეთი ტერიტორია შეირჩეს, რომლისაკენაც ყველა ისრაელიანის გული იქნება მიმართული. ყველასი იქნება. კი, ამაზე ვისაუბრეთ. ქებრონი იუდას ტომის არის, თქვათ, ხო? მაგრამ აი რაღაცა ისეთი ტერიტორია, რომელიც რაღაცა ნაწილით ბენიამინის ტომში გადადის, რაღაცა ნაწილით ეფრემის ტომში გადადის, რაღაცა ნაწილით იუდას ტომს ეკუთვნის. მაგრამ ჩრდილო ისრაელიც უნდა იყოს იერუსალიმისათვის, ამისათვის ჯარი, რომელსაც შეკრებავს დავითი. 30,000 კაციან ჯარს, ეს მთელი ისრაელიდან არის შეკრებილი, ტრანსიორდანიდან არის გადმოყვანილი. იერუსალიმისათვის ყველა უნდა იბრძოლოს. ამაშია საქმე. როდესაც ჩვენ საჯულთა ხანაზე ვსაუბრობდით, იქ ვამბობდით, რომ ყველა ტომი თავის ტერიტორიისათვის იბრძვის, შეიძლება შეუამხანაგდეს მეორე ტომს და მოკავშირეობით რაღაცა ტერიტორია აიღონ, მაგრამ ის ტომის შიდა ინტერესებს ემსახურება. იერუსალიმთან დაკავშირებით ყველა ტომი უნდა გამოვიდეს თავისი კარვიდან და ერთიანად ყველა ტომს უნდა კონდეს წილი იერუსალიმში. იერუსალიმი ყველასი უნდა იყოს. დავითი, როდესაც იერუსალიმს დაარსებს, ამას დავითის ქალაქი ეწოდება და აი დედაქალაქი გახდება ის იმ სამეფოს, იმ საოცარი სამეფოს, რომელსაც ისრაელი ქვია. დავითის სიდიადე, დავითის განსაკუთრებულობა წარმოდგენილია შემდეგ ეპიზოდში. დავითი ხედავს, რომ იერუსალიმი ეს არის ისრაელის შესაკრებელი. მაგრამ იმისათვის, რომ იერუსალიმი დარჩეს ისრაელის შესაკრებელად, ამას დავითის, ანდა დავითის ნაირის, ანდა რომელიმე მეფის, ანდა რომელიმე პოლიტიკური პროგრამის რაღაცა გამოხატულება არ ეყოფა. ძალა ჭირდება ამას, ძლიერი ძალა და ეს ძალა ღმერთშია მხოლოდ. იერუსალიმში დავითი კი არ უნდა იყოს, იერუსალიმში უფალი უნდა იყოს. იერუსალიმში ისრაელის ინტერესები კი არ უნდა იყოს, იერუსალიმში ღმერთთან მისასვლელი ინტერესები უნდა იყოს. ეს გააძლიერებს იერუსალიმს, ეს შეაყვარებს იერუსალიმს, ეს შეკრიბავს იერუსალიმში ისრაელს. არა რაღაცა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიური პროგრამა, რომელიც აქვს დავის და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. არამედ უფრო მეტი, ვიდრე რაღაცა ამ ქვეყნიური საზომები. იმიტომ კი არა პოლიტიკური პროგრამა არ არის საჭირო, სოციალური პროგრამა არ არის საჭირო, ეკონომიური პროგრამა არ არის საჭირო. საჭიროა ეს ყველაფერი, უმნიშვნელოვანესია და დავითი როგორც მეფე ამითაც დაკავებულია, თავისთავად ცხადია, მაგრამ დავითმა იცის რა არის მთავარი. ის მთავარი თუ არ იქნა იერუსალიმში, იერუსალიმი იმ პროგრამას ვერ შეასრულებს, იმ მიზანს ვერ მოემსახურება, რის გამოც დავითმა ის ისრაელის დედაქალაქად აქცია. იერუსალიმის ძლიერება მეფის გონიერებაზე კი არა. იერუსალიმის ძლიერება ღვთისწყალობაზე უნდა იყოს, მის ზრუნველებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომაც იერუსალიმი უნდა იყოს არა პოლიტიკური ცენტრი ისრაელისა,
არამედ იერუსალიმი უნდა იყოს რელიგიურ პოლიტიკური ცენტრი ისრაელისა. აქ უნდა მობრძანდეს ღმერთი. თავისთავად ცხადია, ღმერთი ყველგან მყოფობს. თავისთავად ცხადია, მისი მყოფობა ვერ შემოიწერება და ვერ შემოისაზღვრება, მაგრამ ძველი აღთქმის თეოლოგიისათვის ღმერთის მყოფობა მაინც ლოკალიზდება გარკვეულ სივრცეში. აქ არის ღმერთი, იქ არ არის ღმერთი და ასე შემდეგ. მაგალითად, დავითი როდესაც იდევნებოდა ჩვენ თავის დროზე ვთქვით ამის შესახებ. ერთ-ერთი ყვედრება, რომელსაც დავითი წარუდგენს იუდეურ უხუცესებს, იუდეის უხუცესებს, გახლავთ შემდეგი სიტყვები: მომიწულეთ და გამაგდეთ იქ, სადაც ღმერთი არ არის. ღმერთი როგორ არ არის? ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ეს არის ამ ეპოქის ენა, რომ ისრაელში არის ღმერთი და მოაბში არ არის ეს ღმერთი, ისრაელის ღმერთი. ცოტა მოგვიანებით, როდესაც ისრაელი ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩნდება, მაგას კაი განმარტება უნდა. რას გულისხმობდნენ ამაში, ხო? ისრაელში არის ღმერთი და თქვათ იქ არ არის ისრაელში ღმერთი არის იმ აზრით, რომ ეს ხალხი მისდევს უფალს, სხვაგან უარყოფილია უფალი. და ბიბლია ესეთი ენით გადმოსცემს. ასეთი, ხო, როდესაც ისრაელი ბაბილონის ტყვეობაში იმყოფება, ბაბილონის ტყვეობაში ისრაელი მიხვდება ასეთ რამეს, რომ ღმერთი ლოკალიზებული ვერ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ისრაელით, ის მიდის იქ, სადაც მიდის ხალხი, ღმერთის ხალხი. სადაც ეს რელიგია მიდის, იქ მიდის ის ღმერთის, ანუ ღმერთი ბაბილონშიც აღმოჩნდება უკვე და ისრაელს აი ეს შეხედულებები ნენერა უკორექტირდება, იქ გახსენდება სამარიტელი ქალის და მაცხოვრის საუბარი, ხო? ჩვენ ამ მთაზე ვცემთ თაყვანს, თქვენი მთაზე და ისთა საფრთხო მთად იყო მიღებული, იქ მოდიოდა ღმერთი და მაცხოვრი ეუბნება სულას ღმერთი და სულითა და ჭეშმარიტებით და თანაც თაყვანისება, ანუ ასეთი ლოკალიზება ერთი მთით და იმით არ ხდება ღმერთისა. ეს წარმოდგენა იყო ჩვეულებრივი რელიგიური წარმოდგენა იყო ამ პერიოდის, ამ ეპოქის ადამიანებისათვის. ამიტომაც, როდესაც კიდობნის იერუსალიმში შებრძანებაზეა საუბარი, აქ დავითი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს, რომ მობრძანდება უფალი. თავად უფალმა უნდა დაივანოს იერუსალიმში და ეს ხდება იერუსალიმის ძლიერების გარანტი. არა მისი მიუდგომლობა, არა მისი სიმაგრეები, არა მისი დანიშნულება და მასთან დამოკიდებულება ისრაელის ტომებისა, არამედ თავად უფალი, რომელიც დამკვიდრდება იერუსალიმში, ეს არის გარანტი იერუსალიმის სიმტკიცისა და შეუცვლელობისა. როდესაც იერუსალიმის დანგრევა მოხდება, როდესაც ის საშინელი ამბავი მოხდება, შედეგადაც იუდას სამეფოს პოლიტიკური ლიკვიდაცია მოხდება, არსებითად იერემია წინასწარმეტყველის მოღვაწეობის პერიოდში ყურადღება ექცეოდა სწორედ იერუსალიმში ღმერთის ყოფობას. იერემია როდესაც მიუთითებს, რომ უნდა გაიყოს კარი, იერუსალიმის კარი, იერემიას უყურებდა როგორც უცხო ქვეყნის აგენტს, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს, ვინაიდან ამ შემთხვევაში იერემია რაღაც არაპატრიოტულს ამბობს, რაღაცა ისეც არ ამბობს, ვინაიდან იერემიას ეპოქის უხუცესები და სამღვდელოება პირდაპირ ეუბნებოდა იერემიას, რომ აქ ღმერთია და ღმერთი არ დაუშვებს იერუსალიმის დანგრევას, მისი ტაძრის დანგრევას. ქვაქვაზე არ დატოვა, რატო? იმიტომ რომ ღმერთი იერუსალიმიდან დიდი ხანი იყო გაწევებული თავად ამ ხალხის მიერ. ღმერთი იქ დიდი ხანი აღარ ყოფობდა უკვე. ამიტომაც დავითის მიზანი არის სწორედ ეს. იერუსალიმი იყოს არა ისრაელის დედაქალაქი, არამედ იერუსალიმი იყოს ღმერთის. მას ჩააბაროს, ის პატრონოდეს, ის ფარავდეს, ის მეფობდეს იერუსალიმში. ამიტომაც მისი განაზრახი, რომ კიდობანი უნდა შებრძანდეს იერუსალიმში, უკავშირდება სწორედ ამას. ახლა მეორე საინტერესო დეტალი რა არის აქ? ჩვენ აი წინა გადაცემაში თქვენმა მანდრი რამდენიმეჯერ გააკეთეთ ამაზე აქცენტი, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი. როგორ ყველაფერს ეკითხება დავითი ღმერთს? როგორ წინამძღვრობს მისი მითითებებით, მისი გამოცხადებებით, როგორ ხო, საოცარი არის საერთოდ თავისი არჩევანის გაკეთებისას. ეს აქვს მუდმივად კავშირი უფალთან და მის რჩეულობაზეც მიუთითებს ეს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს არის მაგალითი და ნიმუში, ვთქვათ, რას უნდა ეცადოს ადამიანი, გონიერი ადამიანი, რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა აქვს. აბსოლუტურად გეთანხმებით. და აი, როდესაც ამხელა განაზრახზე გვაქვს საუბარი და აი ამხელა შინაარსის მიზანზე გვაქვს საუბარი, ჩვენ არ გვაქვს წმინდა წერილში მითითება, რომ დავითი დაეკითხება ღმერთს, დავითი ამას დამოუკიდებლად აკეთებს.
დავითი ხვდება რომ რაღაცა კარგს, რაღაცა მნიშვნელოვანს აკეთებს. და ამინადაბის სახლიდან ბრძანებენ კიდობრის წამობრძანებას, ყურადღება მივაქციოთ რომ კიდობანი კარავში უნდა იყოს დავანებული და კარავი ბენიამინის ტომშია და იმ კარავს ხელს ვერ კიდე სიწმიდია ეს და ბენიამინის ტომიდან ახლა ასე მიხვიდე და კარავი დაშალო ის კარავი რომელშიც კიდობანი ბრძანდებოდა ეს პოლიტიკურ აქტად იქნება განხილული და ამას სხვა არეულობა მოყვება ჩვენ წინაშე ხვედრაზე ვსაუბრობდით იოაბსა და ეს რა ქვია ისაულის ხედავთავარ შორის იმ დაპირისპირებაზე და ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გახმა ხოდა შორის დავითი თელი ცხოვრების განმავლობაში ხელს ვერ მოკიდებს ამ კარავს სოლომონი დაშლის მერე დავითი სულ უფრთხილდება რაღაცა პოლიტიკურ არეულ რომელსაც აქვს ძალა შეუძლია ნებისმიერ დროს ჩაახშოს ნებისმიერი აჯანყება. ნუ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით იქ სხვა საინტერესო დეტალები შემოვა. ახლა ყურადღებას ასვაქცევთ რომ კიდობას მოაბრძანებენ ამინადაბის სახლიდან, კიდობას მოაბრძანებენ გურმით. აი ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. კიდობანი უნდა ატარონ ღვთლებმა ხელით მას 4 გოლია გაკეთებული კუთხეებში, იკეტი უნდა იყოს გაყრილი და ამით უნდა მიაბრძანებდნენ ღვთლები კიდობას. ეს საჩანს რომ ურმით არ უნდა ეტარებინათ. ჯულში წერია, ჯულში რომ კიდობის გადაადგილების წესი არის ღვთლების მიერ იმის ურმით გამოაგზავნეს ფილისტიმელებმა. ვინაიდან მათთვის ეს არ არის ცნობილი და არც არის სავალდებულო მათ ხელი მოკიდეს კიდევაც, ახადეს კიდევაც ოქროსთაგები და არავინ არ იუდაში იგივე რო გააკეთეს, დაიხოცა ძალიან ბევრი ადამიანი. ანუ თვითონ ის ფაქტი თავის დროზე რომ იუდას მაცხოვრებელმა შეეხენ კიდობას. შემდგომ აი ეს მომენტიც რომ ურიმით მოაბრძანებენ კიდობას. აშკარად მიგვითითებს იმაზე რომ რაღაცა გასახსენებელი აქვს ისრაელს, რაღაცა დავიწყებული აქვს ისრაელს წესები, ფორმები, ურთიერთობის აი ის რაღაცა ნიშნულები რომელიც მოხაზული აქვს ღმერთს ჯულში კიდობათან კიდობანთან მიმართებაში. ეს ყველაფერი რაღაცა თითქოს და ახლა ვინ უნდა იცოდეს ეს, ვის უნდა ახსოვდეს ეს, ვინ უნდა ზრუნავდეს ამას. თავისთავად ხედავ წინასწორებასაც სამღვდელოება ის სივრცე, რომლის სახელიდანაც მოაბრძანებენ კიდობას, ისინი უნდა მიუთითებდნენ იმაზე, რომ გურემზე კი არ უნდა იდოს კიდობანი, კიდობას ღვთლები უნდა გადააბრძანებდნენ ისე როგორც ეს მითითებულია წესგანგებაში. ჩანს პრობლემა არის სწორედ და ამას დავითი მერე დაინახავს და დავითი დაიწყებს მოწესრიგებას საღვთისმსახურო აი ამ სივრცისას და ყოფს რიგებად, გვარებად სამღვდელო იმას მორიგეობის წესებს გამოჩინებს და მოაწესრიგებს ამ ყველაფერს. სიჯრობით ეს ყველაფერი მოუწესრიგებელია. კიდობას მოაბრძანებენ ურმით. საკმაოდ ძიმია კიდობანი და მოაბრძანებენ ურმით და უზა რომელიც მოყვება ამ ურემს, ეს ურემი შეტოტმანდება და კიდობანი თითქოს და უნდა ჩამოცურდეს ურმიდან და უზა ხელში აშველებს იმისათვის რომ არ ჩამოცურდეს ის და წმინდა წერილი გვეუბნება რომ ამის გამო ღმერთი უფალი განურისხა ყუსას და მოკლა ის ანუ ყუსა ამ საქციელის გამო ბიბლიაში ყოველ შემთხვევაში მისი სიკვდილის მიზეზად დასახელებულია კიდობანთან შეხება. იმ ადგილსაც ეწოდა ფერეს ყუზა, ხო? ანუ ისი თქმა სურს ამით ბიბლიაზე ძალიან რთული ადგილია გასამარტავად. ნუ ნატურალისტები, რომლებიც ხშირად კი არა თითქოს ყოველთვის საკმაოდ ისეთი არამართებული პოზიციით კითხულობენ ბიბლიას, მეუთითებენ რომ სულ ოქროსი იყო, ხალასი ოქროსი იყო ეს კიდობანი და თითქოს და მზის ქვეშ დაიმუხტა ის ელექტროენერგიით და დენმა დაარტყა ყუზას და ნუ მაშინ აქამდე როდესაც ის ათასობით იუდეველი მოკვდა, იქაც დენს ურტყავდნენ და ის იყო რომ რაღაცნაირად ლოგიკაში არ ჩდება გესმით, აი არანაირ ლოგიკაში არ ჩდება, საღაზრს ვერ ეყდნობა. ნუ ეს სულ ყოველთვის არის ხოლმე გადაჭიმული ზედმეტად ესეთი ახსნები და ხო საერთოდ ცდილობენ რომ რაღაცა ესე იგი ფიზიკის კანონს დაუქმდება. ხო თითქოს და მოტივაცია აქვთ ერთი შეხედვით დადებითი ცდილობენ რომ ბიბლიაში აღწერილი ფაქტები ისტორიულ სიდამდვილედ წარმოადგინონ მეცნიერული დასაბუთების კვალობაზე. რაღაცა აზრით თითქოს და კეთილშობილური ზრახვაა, მაგრამ არსებითად არამართებულია, არსებითად მიუღებელია, ვინაიდან სასწაული არ ექვემდებარება მეცნიერულ განხილვას. სასწაული არ ექვემდებარება ბიბლიაში
ნატურალისტების აი მიდგომით, ხო, ბიბლია უნდა გამძარცვოთ, საერთოდ უნდა გამოვშიგნოთ იმ გამოცხადებებისაგან, სასწაულებით გამოცხადებებისაგან, რომელიც არაერთი ორჯერ ფიქსირდება ბიბლიის ფურცლებზე, ხო, მიდგომა არაბიბლიური მიდგომაა სრულიად არაგონივრული ბიბლიის, ახლა შეიძლება ბევრი რიგი მოვლენები ავხსნათ ჩვენ ფიზიკური კანონები და რატომაც არის სასწაული, არის ნიშნები, თავისთავად ცხადია, ბუნების და კანონებით იხსნება, კი ბატონო. მაგრამ სასწაულს ვერ ახსნი. და როცა ვერ ახსნი, რას ნიშნავს ეს? რომ ის ბიბლიაში ჩანამატია და ის ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება? ანუ მიდგომა ძალიან ისეთი არამართებული. ერთადერთი რაზეც შეგვიძლია გავაკეთოთ აქცენტი ყუზას სიკვდილთან დაკავშირებით, გახლავთ ის, რომ კიდობას ყუზა ასევე შეაკავებდა ხელის შეშველებით. ეს წარმოუდგენელია, ეს ძიმია. დაიტანდა უბრალოდ ყუზას, ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ის რომ ყუზამ ეს გააკეთა და უფალმა მოაკვდინა, ის ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის დეტალები, სადაც კიდობათან ურთიერთობისას ხდება ადამიანთან მოკვდინება, უფლის სასჯელი როგორ არის გამოვლინებული, რა დროს არის ეს, რა კონტექსტშია წარმოდგენილი და აი ეს კონტექსტი უნდა დავიხმარიოთ ამის გასაანალიზებლად. პირველად ეს სასჯელი გვახსენდება, როდესაც აარონის შვილები ნადაბი და აბიჰუ უცხო ცეცხლით შევლენ უფლის წინაშე სამსახურებლად და გარდამოვა ცეცხლი უფლისაგან და დაწვავს ამათ. ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ, რა უნდა იყოს ეს უცხო ცეცხლი, გარდა იმისა, რომ შესაძლებელი იყო ეს ცეცხლი არ იყო აღებული იმ პირველი სხვებლის ცეცხლიდან, რომელიც ზეციდან გარდამოვიდა, ხარ ბეიბლისათვის ზეციდან ცეცხლის გარდამოსვლა ირონიას იწვევს, მაგრამ ბიბლიისათვის და მორწმუნისათვის ეს ირონიის ობიექტი ნამდვილად არ გახლავთ. და აი ამ ბევრი ფიქრობს, რომ აი ამ ცეცხლიდან არ იყო გახურებული მათი საცეცხლურები და უცხო ცეცხლი ამას ეწოდება, მაგრამ არის მეორე ხედვა ძალიან საინტერესო, რომ უცხო ცეცხლი მათ ამ შემთხვევაში ნიშნავს უცხო ანთებულობას, უცხო გონხურვალობას, უცხო რელიგიურობას, უცხო, ასე ვთქვათ, იმ სიმხურვალეს. მაშინ ვთქვით ეს გავიხსენეთ აბელის და კაინის, კი ბატონო, კი ბატონო. ნამდვილი მსახურება და იმიტაცია მსახურება. კი, საქმეც ამას დავუკავშირეთ ჩვენ. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ეს ძალიან კარგად გამოვკვეთეთ, მაშინ და ბევრ ადგილზე კიდევ და ამისი პარალელები მოვძებნეთ, რომ მაშინ, როდესაც 60-დან გამოძევებული იქნა ადამი, კაენის მსახურება არის იმიტაცია, რომ თითქოს დაიბრუნოს 60-ხე, ხოლო აბელის არის ნამდვილი 60-ხის ძიება. და ესე ხაზად გააზრდა მუდმივად, რომ იმიტაცია მსახურებისა თუ ნამდვილი მსახურება. ამ შემთხვევაშიც ეს იყო სწორედ, რომ არა სათანადო გულხურვალობა, არა სათანადო მორწმუნეობა და აი ამას უკავშირდებოდა გაუმართლებელი გამბედაობა, გაუმართლებელი კადნიერება სიწმინდესთან და შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთი ვიცით, ერთი დეტალი ვიცით ამ მოკვდინებისა, როდესაც კორახის, დათანის და აბირამის აჯანყება მოხდა ისრაელში, მაშინ მოსე უთხრა აჯანყებულებს, რომ აარონი თავისი საცეცხლით, ხოლო ლევიტელები კორახთან ერთად, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამდნენ თავიანთი საცეცხლებით, მოსულიყვნენ უფლის კიდობნის წინაშე, ეკმიათ და იქაც უფლის ცეცხლი გარდამოვა, კორახს და ამ აჯანყებულებს დაწვავს, ხოლო აარონს უნებლად დატოვებს და აი ამ მაგალითებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი დასკვნა, ვივარაუდოთ, რომ ყუზა, რომელიც მოკვდინებული იქნა უფლის კიდობანთან შეხების გამო, საკმაოდ ისე ამქამდეც გათამამებული იყო სიწმინდესთან და ეს ხელისშევლება იყო არა იმდენად მზრუნველობით, ამდენადაც ზედმეტი კადნიერებით, წინ დაუხედაობით, სიწმინდესთან მოურიდებლობით გამოწვეული მოკვდინება, რომელიც არაერთხელ ფიქსირდება ბიბლიის ფურცლებზე. ამავდროულად ყუზას მოკვდინება მეორე საინტერესო დეტალსაც უსვამს ხაზს. რა არის ეს? ეს არის დავითის. დავითმა დაინახა, რომ უფალი, როდესაც მობრძანდება იერუსალიმისაკენ, გზაზე მოაკვდინა კაცი, გზაზე მოაკვდინა მისი მსახური. და დავითს აქ უჩნდება სწორედ კითხვა. დავითმა კი გადაწყვიტა, რომ იერუსალიმი იყოს დედაქალაქი.
დავითმა კი გადაწყვიტა რომ ამ დედაქალაქში ძლიერება ეფუძნებოდეს უფალს, მაგრამ უფალს უნდა ეს არის ეს ის საქმე, რომელიც ღვთისათვის არის სათნო, არის ეს ის რაც ღმერთისათვის არის მისაღები და დავითის აი ამ მეფის შეეშინდა და ხო მიახლება სიწმინდეს. ძანა რომ აი იქ ერთი კეთილი კაცის კალოზე გაჩერებულიყო კიდობანი და დავითმა ხელი აიღო როგორც მეფემ, ვინაიდან ნამდვილი მეფის წინაშე შიში მას არ აძლევს საშუალებას რომ გაჯიუტდეს თავის გადაწყვეტილებაში. მეფის ის რა იყო ხო ჩვენ რაღაც ისტორიულ ხელმწიფერო ბრძანებს ის ბრძანება არ განეხილება. დავითთან განეხილება. დავითთან აი ნამდვილი მეფის ბრძანება არ განეხილება, თორე მას რა უნდა ეს მეორე ხარისხოვანია დავითისთვის. თავარია ღმერთს რა უნდა. დავითი ასე ცხოვრობს, დავითი ასე მოქმედებს. შეეტყობინეს დავითს მოგვიანებით გარკვეული პერიოდის შემდგომ რომ აკურთხაო ღმერთმა იმ კეთილი კაცის სახლი, აკურთხა ეს სახლი რაც ნიშნავს რომ რაღაცა სიკვდილიანობა არ გაგრძელდა, ამ კაცს ხელი მოემართა, რაღაცა სიმდიდრე შეიძინა, ანუ წყალობით მოხედა კიდობანმა ამ კეთილი კაცის სახლს და დავითი მიხვდა რომ პრობლემა იყო არა იერუსალიმში მობრძანება, არამედ პრობლემა იყო სახურების ტიპი. პრობლემა სულ სხვა რამეში იდგა. უფლის კიდობანი კი უნდა მობრძანდებოდეს იერუსალიმში, არა, უფლის მსახურება უნდა მობრძანდებოდეს. გაგახსენდება კიდობანი რატო დაკარგა ისრაელმა სამუელის დროს. ამ კიდობნის იმედი არ ქონდათ? ხო, აი ამ კიდობნის იმედი ქონდათ, ნივთის იმედი ქონდათ და არა იმისა, რომელიც აწმინდავებდა ამ ნივთს. ცხოვრობდნენ თავიანთი ცხოვრებით. მოკიდეს ხელი და წაიღეს ისე არც უკითხე. ხო, რაღაც არტეფაქტივით, რაღაცა თილისმასავით. ხო და ეს თილისმა იმას უშველის ახლა ისრაელს, არა, ისრაელს კიდობანი კი არა. კიდობანზე განსვენებული წესების მიერ ცხოვრება უშველის. ამ წესების, ამ გამოცხადებისეული აზროვნებით ცხოვრება უშველის და არა რაღაცა ის ნივთი, რომელიც შეიძლება თავის თავაცხადია ძალიან დიდ სიწმინდესად. ტაძარი რო ტაძარია, ამ ტაძარში დამკვიდრებული ის ცხოვრების წესი თუ არ იცხოვრე და არ იაზროვნე, ეს ტაძარი ვერ გიხსნის. და მინდა გავაგრძელო შენი აზრი, გიორგი. ეკლესია ძალიან ხშირად ცდილობენ რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით გამოიყენონ. და სწორედ აქ შეიძლება პარალელის გავლება რომ ეკლესიას თუ გავლენა აქვს თუ ძალა აქვს ხელში ჩაგდება ამის და თილისმასავით გამოყენება ინსტრუმენტად ქცევა რაღაცა უფრო დიდი მიზნისათვის უნდა გვესმოდეს რომ არ არის ღვთისსათნო და საპირისპიროდ შეიძლება იქნას საპირისპირო შედეგი შეიძლება კი რა უცებად საპირისპირო იქნება მომდევნო ვინაიდან ამ შემთხვევაში თუ კი ამგვარ გამომყენებლობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი მაშინ უნდა ორიდან ერთი ვაღიაროთ ან ღმერთს არ აინტერესებს ეს ან და ღმერთი ძალმომრეობს და ღმერთს არც ერთი ეთვისება და არც მეორე ღმერთს ეთვისება თავისუფლება ან ადამიანი ცდილობს ძალმომრეობა გამოიჩინოს ღვთის სახლზე. ხო, საქმეც ეს არის, რომ როდესაც ამას ცდილობს ადამიანი და ფიქრობ, რომ ამით შედეგი გექნება, შენ ორიდან ერთ რამეს გულისხმობ, რომ ღმერთი ამ ძალმომრეობაში დაგეხმარება, ან და ღმერთი უბრალოდ ამას არაფერ არ ჩააგდებს. და ეს არსებითად არამართებული წარმოდგენა, არსებითად არამართებული მიდგომა. ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სიწმინდე მაშინ იღებს თავის დატვირთვას და მას მნიშვნელობას, როდესაც ის სიწმინდე ჩემშია. მაშინ მასთან ურთიერთობა ჩემში ხორციელდება და არა რაღაცა ტრადიციების გამო მას რაღაცა რიტუალს უსრულებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უნდა ღმერთს უნდა ცოცხალი წმენა, ცოცხალი მსახურება, უნდა იმიტომ კი არა ჭირდება, არა, შენს მასთან ურთიერთობა ჭირდება ეს. შენ ჭირდება ეს ყველაფერი, საშენოდ არის ეს ყველაფერი მომართული. დავითი ამას უყურებს სწორედ. დავითი ამას ხედავს სწორედ. რომ კიდობანი კი უნდა მობრძანდებოდეს იერუსალიმში. იერუსალიმში უნდა მობრძანდებოდეს ღვთისმსახურება ამ კიდობნის წინ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავითმა ეს უნდა გაითვალისწინოს, ამიტომაც ის როგორც ფსალმუთმეტყველი თავის ფსალმუნებში სწორედ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ ღვთისმსახურება, უფლისმსახურება, ღვთის წინაშე მადლიერება, მის წინაშე სიარული, ეს არის ის ღვთისმსახურება
და არა მსხვერპლების კვლავ და ისა, რომელიც სამუელისაგან მას აქვს დასავლეთ სამუელმა ძალიან დიდი გაკვეთილები მისცა ამასთან დაკავშირებით და დავითი დამოძღვრილია სამუელისაგან. ყოველებს ნაბიჯებს ხობს წირავს დავითი და საოცარი ზეიმი და საოცარი მხიარულება იერუსალიმში. კიდობანი შებრძანდება იერუსალიმში, რაც წინა სახეა ჩვენი მაცხოვრის დიდებით იერუსალიმში შებრძანებისა და დავითი სელის კვართით შემოსილი. არანაირი სამეფო დიდებულება, არანაირი ამალა, არანაირი რაღაცა სამეფო პატივი. გახარებული პატარა ბავშვივით როკავს, ცეკვავს, უხარია და ბედნიერზე ბედნიერია, რომ უფალმა იერუსალიმში შესვლა ინება. ძალიან გახარებულია დავითი. ხშირად ვაფკითხულობთ ხოლმე დავითი და ღმერთთან ახლა ასე ახლოს როგორ არის. მაცხოვრის სიტყვები თუ ამ ყრმებივით არ იქნებთ გულით ყრმარი ეს გული აქვს დავით ძალიან სულთა გული აქვს ღმერთთან არ ერიდება რაღაცა ახლა ამ ხნის კაცია ხო ახლა რაღაცა კორექტულად შეიძლება მოიქცეს ისე რომ ყოველ შემთხვევაში მდგომარეობაც მისი ხო მე რომ საყვედურობს თუ დააკრინებს მას ეუბნება მონებთან ერთადო ხო და ისი არ იქცევიან ხო იმიტომ რომ არ შეეფერება ეს მეფეს და დავითი ხედავს რომ ის მეფე კი არ არის მეფე მობრძანდება თორე დავითი მსახურია იქ და აი ეს არის ის მელქოლა რომელიც გადმოხედავს დავითს სარკმლიდან განგმირავ გულში განგმო გულსაშინათვის და დასცინა დავითს აი თავის ხო გადახედო უცხოთმა რომ შეხედავს ვერ დაინახავს აქ მეფე რომელია მსახური რომელია ყველა ერთი დავითი ყველასავითა როგორ იქცევა დავითი იცით აი სამუელი რო იტყვის თუ წესგანგების წერისას რო იტყვის ისრაელს თუ კი თქვენ და თქვენი მეფე არ დაემორჩილებ მეფე დაყვანილია რიგით ისრაელიანებთან აი ასია დასული დავითი მეფე არ არის კიდობრის წინაშე დავითი კიდობრის წინაშე რიგით ისრაელიანია მსახური აქვს ისახური როდესაც დავითი წყალობას გასცემს და არიგებს წყალობას ისრაელიანებს და ურიგებს და მათთან ერთად ამ ხიარულებას ბოლომდე გაიზიარებს და შევა თავის სახლში მელქოლა საულის ასული რომელიც მას უნდა დაიბრუნა უკან ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ აბნერმა რომ ჩამოუყვანა აი ესე ქილიკი და აი ესე დამცინებას მიმართავს როგორი ჰაეროვანი იყო დღეს მეფე ისრაელისა როგორ როკავდა თავის სახურებთან ერთად როგორ არ ქონდა იმისი განჟა რომ ის მეფეა და როგორ იქცეოდა ალბათ ამ ქალს ახსოვს მამამისი რამდენად დიდებულად დამცანდებოდა ამდენად იფერებდა სამეფო პატივს და რამდენად აი ამ სამეფო ღირსებით გამოსცემდა ბრძანებას დავითში მსგავს ვერაფერს ვერ ხედავს დავითი მიუტრიალდება და ეტყვის რომ ღმერთმა რომელმაც მამაშენის სახლს მარჩია ღმერთმა რომელმაც გამომირჩია და ისრაელს მეფედ დამაყენა მის წინაშე ასე ვიროკებ ასე ვიმხიარულებ და რაც მეტად დავდაბლდები სახურთა თვალში მით მეტად ავმაღლდები უფლის წინაშე დავითი საოცარ ამას ამბობს დავითი ამბობს სწორედ იმას რაც ამოუხსნელი იქნება დაცემული ძალისათვის მაშინ როდესაც დავითის ძე განკაცებული ღმერთი ამ ქვეყნად ამოღვაწეო ასპარეზზე გამოვა სულ ეს აინტერესებს თუ ასეთი ძლიერია როგორ შეიძლება ბოდის ხატი შეიმოსოს შიოდეს დევნიდნენ ლოგიკაში არ ჩდება მოდი მამ ანდრია ერთი კითხვა დავსვა და გავიხსენოთ მოსე წინასწარმეტყველი მოსე რომელიც ეგვიპტურ ბიბლიოთეკას მთლიანად იცნობდა და ეგვიპტელ ღმერთებთან მთლიანად ჰქონდა ხო ეს რა ქვია ინტელექტუალური კავშირი მოსე მას ღმერთები რო ეგვიპტური ბიბლიოთეკის ღმერთები რო გაიცნო იქ ერთი ღმერთიც გაიცნო ღმერთი რომელიც ისრაელს თავისუფლებას პირდებოდა ეგვიპტის დამარცხებას პირდებოდა და მოსე მაშინ დასვა კითხვა თუ კი ეს ღმერთი ასეთი ძლიერია რომ ეგვიპტელ ღმერთებს ამარცხებს მაშინ რატომ იმცირებს რატომ იმდაბლებს ის თავს და თავისი ხალხის აი ესე მდგომარეობაში რატომ აქილიკებს ამ ეგვიპტელ ღმერთებს ისრაელის ღმერთზე და მოსე სვავს კითხვას ეს სხვანაირი ღმერთია რომ მისი დიდება
მისი ძლიერება სხვა რამეშია მოაზრებული და არა იმ ნიშნებში, რა ნიშნებითაც წარმართი ხო, სხვა რამეში, სიმდაბლეში, დამცირებაში. ამას ხედავს დავითიც. აი ამას ვერ ხედავენ დღევანდელ დღემდე. ვერც განკაცებულ ღმერთში და ვერც ამ განკაცებული ღვთისმსახურებში. ისინი, რომლებსაც წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყოს ჩუმად, თუ კი ხარ მართალი. როგორ შეიძლება არ ამტკიცებდეს შენ სიმართლეს, თუ კი მართლა ღმერთს მსახურები. როგორ შეიძლება არ ყვიროდე, როგორ შეიძლება არ აფიშირებდე, როგორ შეიძლება შენ ძალას არ აჩენდე. ლოგიკაში არ ჯდება და ეს არის ის ლოგიკა, რომელიც ლოგიკას ვერაზოს ვერ გაიგებს ჯვარცმულის აი ამ სულიერ ხედვას, ჯვარცმულისა და მსახურების ამ სულიერ აზროვნებას. წმინდა წერილი შეეძლო არ ეთქვა. მარტივად შეეძლო ეს არ ეთქვა, მაგრამ იტყვის. რომ მელქოლა უშვილო იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში, ეს უშვილობას ხალხს გაუსვავს, რომ მას შვილი არ შეძენია. რომ დამოკიდებულება, მისი დამოკიდებულება ღმერთისადმი ამ სასჯელს და ამ იმას ითვალისწინებდა. გიორგი, აქ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან არჩევანს მივადექით. დავითი სულიერ არჩევანს აკეთებს ნამდვილ მსახურებასა და იმიტაციას შორის. მას არ სურს გამოიყენოს არც თავისი მეფობა რაღაცა განსაკუთრებული პოზიციის დასაფიქსირებლად, მას არ სურს ეს უპირატესობა, რომ ღვთის მსახურების ადგილის განსაზღვრელია, არ სურს აი ამ სულ ყველაფრის გამოყენება განსხვავებით საულისაგან, რომელმაც მიითვისა მაშინ ღვთისმსახურის როლიც და დავითისთვის აი თქვენ ბრძანეთ, რომ გაკვეთილია ძალიან ბევრი რამ საულის ცხოვრებიდან. თუმცა დავითი სულიერი ადამიანია, გაკვეთილი მაინდა-მაინც შეიძლება ამ კუთხით არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ამას ვერ ისწავლი ადამიანი მაგალითებს ეს სულიერი რაღაცა ხედვა არის, არჩევანია სულიერი და კვლავ უბრუნდებით დავითის იმგვარ მსახურებას, როგორიც ჰქონდა აბელს, თქვათ, ნამდვილ ღმერთს ეძებს, ღვთის ნებას ეძებს და ამაში ხედავს ბედნიერებას. და როდესაც ამ ბედნიერებას მიაღწევს, განსჭრեց, მერე მისთვის აღარც თავისი მეფობა მნიშვნელოვანი, აღარც სხვა რამ უპირატესობებით ჩვეულებრივი ხდება ადამიანი. და თქვენ ბრძანეთ, რომ ღმერთი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, სხვა გვარია. ეს არ არის ის ღმერთი, რომელიც წარმართული წარმოდგენებით ხო, წარმართული წარმოდგენების მიხედვით უპირატესობას ეძებს. რომ ვიღაცაზე მაღლა დადგეს, ვიღაცაზე ძალა იხმაროს. პირიქით ეს აჩვენებს, რომ უძლურებაშიც კი, ყველა იმ პარამეტრით უძლურებაშიც კი, რომელშიც ძალაუფლებას მუდმივად ეძებს წარმართი. აი იმ უძლურებაშიც კი არის უძლებელი. და შეუძლებელი არის მისი დამარცხება, მაშინაც კი, როდესაც ძალას არ იყენებს. ანუ ეს არ არის ის ღმერთი, რომელიც დგება და იბრძვის თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად. ის ბუნებითად არის გამარჯვებული, ბუნებითად ნათელი ჩანს ბნელში. ბნელი ნათელს ვერ მოიცავს. ნათელს ბუნებითად არ ჭირდება ძალმომრეობა, ის ბუნებითად სულ გამარჯვებული იქნება. ბუნებითად ბნელი მას ვერაზოს ვერ აჯობებს. როდესაც იოანე მახარებელი ბრძანებს, რომ ნათელი იგი ბნელსა შინაც ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია, ეს სახარების თავში კი არა, შეგვეძლო თავისუფლად სახარების ბოლოში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღრმა, ყველაზე ადეკვატური დასკვნა ამ მთელი სახარებისა. მაგრამ თავშია ეს დაწერილი და გასაგებია, აბსოლუტურად გასაგებია, რატომ და რატომ და რის გამო. როდესაც ნათელი შემოდის ამ სოფლად, როდესაც ჩვენი მაცხოვარი განკაცდება და შემოდის ამ სოფლად, თავიდანვე ბეთლემის იმ მშვიდ და საოცარ საღამოს, იმ საწყისში თავიდანვე მოაზრებულია ბოლო უნდა იყოს აუცილებლად გამარჯვება. სიკვდილიც კი რო იყოს, ჯვრისმიერი სიკვდილიც რო იყოს, მაინც იქნება გამარჯვება. არ შეიძლება ნათელი ჩაყლაბოს სიბნელემ. ბუნებითად არ შეიძლება, ბუნებითად არ შეუძლია. მაგალითად, სიტყვაზე ვთქვათ, ხო მე მიყვარს ხოლმე ამ მაგალითს მოყვანა. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ხო, წყალში რო ჩავყო ხელი,
ხელს რა მოუვა, ხელი დასველდება. იმიტომ კი არა წყალმა წყალი გამიბრას და ხელი რატო ჩავყარა, წყლის თვისება სისვენე დაასველოს. მან ნივთი უნდა დაასველოს. ბუნებითი თვისება ნათლის ის აუცილებლად უნდა იმარჯვებდეს. მას ვერ ძლევს ბნელი. ბუნებითად ასია ეს. ასეთი მყოფობა აქვს ნათელს. ამიტომაც როდესაც ამ ღმერთზე გვაქვს საუბარი, ამ ღმერთს ეს ღმერთი შეიძლება მოკლა კიდევაც, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებს. ვერ დამარცხდება. თუ დამარცხება ღმერთი აღარ იქნება. თავის თავში მას ყოველთვის